ჩვენ ამ ვიდეოში ვისაუბრებთ, უბრალოდ გავაგრძელებთ საუბარს სამკუთხედის შიგა და გარე კუთხეების თვისებების შესახებ. წინა ვიდეოში მე აღვნიშნე, რომ სამკუთხედის გარე კუთხე უდრის მისი არამოსაზღვრე ორი შიგა კუთხის გრადუსულ ზომა და ჯამს. ახლა ამ ვიდეოში მე მინდა შევეცადოთ დავამტკიცო ეს თვისება. დავამტკიცო, რომ კუთხე BCD უდრის კუთხე A-ს დამატებული კუთხე B. მოდით ასეთნაირად ვაჩვენოთ. კუთხე BCD არის კუთხე BCA-ს მოსაზღვრე, ანუ აი ამ კუთხის მოსაზღვრე და ამის თანახმად შეგვიძლია დავწეროთ, რომ კუთხე BCD ეს არის 180 გრადუს გამოკლებული კუთხე BCA. 180 გრადუს ვაკლებ, იმიტომ რომ ვიცი, რომ ორი მოსაზღვრე კუთხის ჯამი არის 180 გრადუსი, ამიტომ აქედან ერთ-ერთი კუთხე რო ვიპოვო 180 გრადუსი უნდა გამოვაკლო მეორე კუთხე. ახლა მოდი დავწეროთ ასეთი რაღაც, რომ ჩვენ ვიცით შიგა კუთხეების ჯამი არის 180 გრადუსი, ანუ კუთხე A-ს დამატებული კუთხე B და დამატებული კუთხე C ეს არის 180 გრადუსი. ახლა ნახოთ რას უდრის კუთხე A და კუთხე B-ს ჯამი. ანუ თუ ჩვენ ამ კუთხე და კუთხე B-ს ჯამს განვიხილავთ როგორც ერთ წევრს, ანუ ამ ჯამის ერთ წევრს, ანუ ეს წევრი რო ვიპოვოთ ჯამს, ანუ 180 გრადუსს, უნდა გამოვაკლოთ მეორე შესაკრები, ანუ კუთხე C. გამოვაკლოთ, ანუ აქ უნდა ეწეროს გაკლება 180 გრადუსს გამოკლებული კუთხე C. აბა ნახოთ რა გვიწერია აქ, ანუ 180 გრადუსს გამოკლებული კუთხე C, ანუ BC, ანუ იგივე კუთხეზეა საუბარი. აი ამ კუთხეზე. ესე იგი მივიღეთ, რომ კუთხე BCD, ანუ ეს ჩვენი გარე კუთხე, აი ეს კუთხე არის 180 გრადუსს გამოკლებული კუთხე C და ამავე დროს 180 გრადუსს გამოკლებული კუთხე C არის კუთხე A და კუთხე B-ს ჯამი, ამიტომ ესენი ერთმანეთის ტოლია და შეგვიძლია დავწეროთ, რომ გარე კუთხე არის კუთხე A-ს დამატებული კუთხე B. ანუ ეს თვისებაც ვაჩვენეთ. გარე კუთხე უდრის მისი არამოსაზღვრე დანარჩენი ორი შიგა კუთხის ჯამს. ახლა მოდი ცოტა გავევარჯიშოთ სამკუთხედის კუთხეების თვისებების გამოყენებით, გავაკეთოთ აი ასეთი ამოცანა და შევეცადოთ შევავსოთ ეს ცხრილი. ამისთვის ასე გადავნომროთ ეს კუთხები. ეს იყოს პირველი კუთხე, ეს იყოს მეორე კუთხე, მესამე და მეოთხე. ანუ ამ ცხრილის პირველ სვეტს თუ დავაკვირდებით, მოცემულია, რომ კუთხე 4 უდრის 75 გრადუსს, კუთხე 3 55 გრადუსს, უნდა ვიპოვოთ მეორე კუთხე. და პირველი კუთხე, ასევე კუთხე 3 და კუთხე 4-ის ჯამი. კუთხე პირველს ადვილად ვიპოვეთ, ახალგან დამტკიცებული თვისების თანახმად. კუთხე 1 ეს უდრის კუთხე 3-ს დამატებული კუთხე 4. კუთხე 3 და კუთხე 4 მოცემულია და პირდაპირ ჩავსვათ მის გრადუსულ ზომებს. ეს იქნება 75-ს დამატებული 55. 75-ს რომ 55 დავუმატოთ, ეს არის 130 გრადუსი. ესე იგი კუთხე პირველი არის 130 გრადუსის ტოლი და ჩავწეროთ აქ. ახლა როგორ ვიპოვოთ მეორე კუთხე, ანუ ეს კუთხე. კუთხე 2 არის კუთხე 1-ის მოსაზღვრე, ამიტომ მარტივად დავთვლით მას, თუ 180 გამოვაკლებთ პირველი კუთხის გრადუსულ ზომას. პირველი კუთხე უკვე ვიპოვეთ, ის არის 130 გრადუსი, ამიტომ 180 - 130
არის 50 გრადუსის სტოლი. მეორე კუთხეც ვიპოვეთ, ის არის 50 გრადუსი, ხოლო კუთხე 3 და კუთხე 4-ის ჯამი ის არის კუთხე 1 სტოლი, ამიტომ იგივეს გადავწერთ აქაც. ახლა გადავიდეთ მეორე სტრიქონზე. აქ ვიცით, რომ კუთხე 3 არის 63 გრადუსი და პირველი კუთხე არის 135 გრადუსი. იგივე თვისება გამოვიყენოთ, რომ სამკუთხედის გარე კუთხე, ანუ კუთხე 2, კუთხე 1 უდრის კუთხე 3-ს დამატებული კუთხე 4. კუთხე 1 ვიცით, რომ არის 135 გრადუსი. კუთხე 3 ვიცით, არის 63 გრადუსი. აი ეს. და უნდა ვიპოვოთ კუთხე 4. ეს უცნობი კუთხე 4 არის 135-ს გამოკლებული 63, რომელიც არის 72 გრადუსი. ვიპოვეთ კუთხე 4, 72 გრადუსი ყოფილა. ახლა როგორ ვიპოვოთ კუთხე 2? კუთხე 2 ეს არის კუთხე 1-ის მოსაზღვრე, ამიტომ ეს იქნება 180 მინუს კუთხე 1 135. 180 მინუს 135 ეს არის 45 გრადუსი. ანუ მეორე კუთხე ვიპოვეთ მარტივად, არის 45 გრადუსი, ნუ კუთხე 3 და კუთხე 4, ეს იქნება მათი ჯამი. ანუ კუთხე 3-ს დამატებული კუთხე 4, ეს არის 72-ს დამატებული 63, ანუ იგივე პირველი კუთხე. პირდაპირ შეგვიძლია დავწეროთ, რომ არის 135 გრადუსი. გადავედით მესამე სტრიქონზე. ვიცით მეორე კუთხე და მეოთხე კუთხე. მეორე კუთხე თუ ვიცით, მარტივად ვიპოვით პირველ კუთხეს, რადგან ისინი არიან მათის მოსაზღვრეები, წავშალოთ ეს. ასე იგი კუთხე 1 არის 180 გამოკლებული კუთხე 2, ანუ 180 გრადუს გამოკლებული 46 გრადუსი, ანუ 134. კუთხე პირველი ვიცით არის 134, ანალოგი ავტომატურად ვიცით კუთხე 3-ის და კუთხე 4-ის ჯამი, დარჩა მესამე კუთხეს აპოვნელი. აქაც ისევ გარე კუთხის თვისება გამოვიყენოთ, კუთხე 1 არის კუთხე 3-ს დამატებული კუთხე 4, ანუ 124 გრადუსი არის კუთხე 3-ს დამატებული 77 გრადუსი და კუთხე 3 არის 134 გრადუს მინუს 72 გრადუსი, 77 უკაცრავად, რომელიც უდრის 57 გრადუსს. ვიპოვეთ კუთხე 3-ც. და დარჩა ბოლო სტრიქონი, კუთხე 3 უდრის 39-ს და კუთხე 2 ვიცით. კუთხე 2 ვიცით, ავტომატურად ვიცით კუთხე 1. კუთხე 2 თუ ვიცით, 180 გრადუსს გამოვაკლებთ კუთხე 1-ს. კუთხე 2-ს და მივიღებთ კუთხე 1-ს, ან 180 გამოკლებული 85 გრადუსი. ეს არის 95. ანუ ვიპოვეთ კუთხე 1. კუთხე 1 ვიცით, ავტომატურად ვიცით კუთხე 3-ის და კუთხე 4-ის ჯამი, იმიტომ რომ კუთხე 1 არის გარე კუთხე და უდრის კუთხე 3-ის და კუთხე 4-ის ჯამს. დარჩა მეოთხე კუთხე. მეოთხე კუთხე შეგვიძლია ორნაირად დავთვალოთ პრინციპში, თუ გამოვიყენებთ სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამს, ანუ კუთხე 3-ს დამატებული კუთხე 4 დამატებული კუთხე 2 უდრის 180 გრადუსს და თუ ჩავსვავთ სათითაოდ მნიშვნელობებს დავთვლით, ან პირდაპირ თუ გამოვიყენებთ გარე კუთხის თვისებას, როგორც აქამდე ვაკეთებდით, ანუ კუთხე 4-ს დამატებული კუთხე 3 ეს არის 95 გრადუსის სტოლი და აქედან კუთხე 4 არის 95-ს მინუს კუთხე 3. ანუ 95 გრადუს მინუს 39 გრადუსი 56.
ჩვენი ცხრილით შევსებულია, ანუ ყველანაირ შემთხვევაში შეგვიძლია ვიპოვოთ დანარჩენი კუთხეების, ანუ მოცემულობის ფარგლებში ვიპოვოთ დანარჩენი კუთხეების გრადუსული ზომა. მათ საკუთრების კუთხეების თვისებების გამოყენებით.